საზანოში უკვე მე-6-ე ვარ, თუ მე-7-ეც და აქედან მე-5-ე ვარ ოთოსთან და ვატარებ ციფრული ტექნოლოგიების ტრენინგს, რომელიც შეიძლება სოფლის მოსახლეობას გამოადგეს. ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი და საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა ორგანიზაცია არის ამაში ჩართული. და მიზანი არის სოფლების გაციფრულება და ციფრული განათლების გზით მოსახლეობის გაძლიერება. იქნება ეს მაგალითად ჩვეულებრივი სოფლის მაცხოვრებელი, დიასახლის მეურნეობაში ჩართული მასწავლებელი თუ ასე შემდეგ. ანუ ყველა იმუნ არის გაუმჯობესება, რომელიც ჭირდებათ თანამედროვე სოფელში მცხოვრებ ადამიანებს. პროექტის პირველ ეტაპზე ხდება საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება. ეს არის ერთჯერადი ხოლმე და ერთხელ სრული დღის განმავლობაში შეუძლია ჩაერთონ საზანოს მოსახლეობას და არა მხოლოდ საზანოს, ანუ სურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ოთოს ჩვენს მასპინძელს და ისაკეთებს ამის ორგანიზებას. რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, შემდეგ უკვე იქნება ბიზნესებისთვის, აი მაგალითად ოთოს მსგავსად, ვისაც აქვს საოჯახო მარანი, რაღაცა მევენახეობა, იღებს სტუმრებს, აქვს რაღაცა დასარჩენი სივრცე თუ ასე შემდეგ, მათთვის იქნება სხვადასხვა ტიპის ტრენინგი. და პროექტის მესამე ეტაპი არის უკვე სოფლების გაციფრულება, რამდენიმე სოფელში, მათ შორის ესტაფონის და თერჯოლის მასშტაბით დადგება, ასე ვთქვათ, საჯარო თავშეყრის ადგილებზე Wi-Fi იქნება ეს მაგალითად სოფლის თუნდაც ბირჟა, სკოლასთან, ბაღთან და ასე შემდეგ, იმისთვის რომ ადამიანებმა ინტერნეტი გამოიყენონ და ხელმისაწვდომი იყოს მათთვის. თუნდაც მაგალითად სამეურნეო მიზნებისთვის. იქნება ეს რაღაცა სხვა შხამქიმიკატების გადამოწმება და ამ ყველაფერს ვასწავლეთ როგორ შეიძლება ყოველდღიურ გამოყენებაში, როგორც პედაგოგმა, როგორც მევენახემ და შემდეგ გამოიყენოს ეს ყველაფერი. მოცემული პროექტიდან მაქვს მოლოდინი რომ უფრო გამიღრმავდება ცოდნა ამ სფეროში, ისედაც ამ სფეროსთან მაქვს შეხება და შესაბამისად უფრო სხვა კურსით დავინახავ და იმ მხრიდან შევხედავ, რომელიც დღემდე ჩემთვის უცნობი იყო ამ სფეროსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სოფელში მსგავსი პროექტების ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ცნობიერების გამაღლება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში და შესაბამისად ისეთი ხელსაწყოების გამოყენება, რომელიც ადამიანს უწყობს ხელს რომ შეიმსუბუქოს თავის საქმიანობა, გაიღრმავოს განათლება, უფრო ხელმისაწვდომი იქნება სოფელში ამ ყველაფერს თუ დავნერგავთ და გავაღრმავებთ შესაბამისად. დღეს 21 საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანი არის ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ფეხი აუწყოთ. დღეს ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ ადამიანს ჭირდება ინტერნეტი და ამ კუთხით განვითარება. და მათ შორის მეც მიეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც ვფიქრობ, რომ ეს ჭირდება ყველა ადამიანს დღესდღეობით და ამ ორგანიზაციამ ეს ორგანიზაცია დამეკავშირდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე და უკვე მე-6-ე ტრენინგ სემინარს ვატარებთ თეზესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლები არის შერჩეული. მოსახლეობას უმაღლდებათ ინტერნეტიზაციის კუთხით ცოდნა გამოცდილება, ხელოვნური ინტელექტი მოგეხსენებათ დიდ როლს თამაშობს უკვე დღევანდელ ცხოვრებაში და სასურველია რომ ყველა სოფლის მოსახლეობა უფრო განსაკუთრებით აუწყოს ფეხი მიმდინარე საქმიანობებს და ვფიქრობ რომ ეს სოფლის განვითარებისთვის დიდ წვლილს შეიტანს და ძალიან კარგი იქნება თითოეული სოფლის ცხოვრების. ჩემს ოჯახში მევენახეობა და ის რაც ზოგადად იმერეთში ღვინის დაყენება ყველა ოჯახში რომ მიმდინარეობდა ეს სულ იყო ერთი საუკუნის განმავლობაში და რაც ასე ვთქვათ ცოტა ახლებული ელფერი მივეცი ამ ყველაფერს და ჩვენი მხოლოდ ეს ვიწრო საანთესავო თუ სამეზობლო ურთიერთობები და სტუმრობები გადავზარდა მეტად მასშტაბურ ამბავში, რასაც ქვია უცხოელების მიღება და მათთვის ჩვენი კულტურის და ტრადიციების გაზიარება მე-5 წელია რაც უკვე ამ მიმართულებით ვარ და შესაბამისად აქედან მოხდა ჩემი დაკავშირება ამ კონკრეტულ ორგანიზაციასთან. ეს ტრენინგები ტარდება ევროკავშირის ეგიდით და მივესალმები ამ კუთხით, რაც უფრო ხშირი და მეტი ტრენინგი იქნება და ეს არის თითოეული ჩვენ ესტაფონის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გარკვეული სოფლებისთვის არის გათვლილი და ამ კუთხით მოსახლეობას უმაღლდება ცოდნა და გამოცდილება. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, შემდგომ წლებში უფრო ინტერნეტიზაცია მეტად მასობრივი გახდება, გაიზრდება მისი ხარისხი და მეტად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის.